და მაინც რომელი ავტომწარმოებელი ქვეყანაა საუკეთესო? გერმანია, ამერიკა თუ იაპონია? დღეს ამ ქვეყნების სხვადასხვა წარმომადგენლები ყავს და ვაპირებთ, რომ აბსოლუტურად ყველაფერში გავერკვიოთ, რომელია უფრო კომფორტული, რომელია უფრო არაკომფორტული, თბილისში რომელი ჯობია ყოველდღიურობაში ყავდეს, ვის რა პრობლემები აქვს და ასე შემდეგ, მაგრამ სანამ ამ ყველაფერზე გადავალთ, მოდით ცოტა ისტორიასაც გადავხედოთ და გავარკვიოთ ამ ქვეყნებს რა მიდგომები ჰქონდათ ოდითგანვე. ჯერ კიდე 1960-იანი წლებიდან ამერიკელები უშვებდნენ უკვე 8 litrიან მონსტრებს. ანუ მანქანებს არ უშვებდნენ, მონსტრები იყო ეს. და ამერიკელებს ჰქონდა როგორი მიდგომა, იცი რომ აი მოდი დავზოგოთ, მოდი ცოტა დაწვას მანქანამ, ან მოდი მეტალი დავამსუბუქოთ. მსგავსი თემები არ ჰქონდათ. დებდნენ სკეილ რკინას, რაღაცა ვერზლებდა, კაუში სამაგი რკინა. ცხენის გაძლიერება ჭირდებოდათ და ამატეთ ლიტრაჟობა 8 ცილინდრში გაუშვით 7 და 0, 6 და 2 და ასე შემდეგ და ისეთ მანქანებს უშვებდნენ ხოლმე ამერიკელები, რომ აი მანქანა ქუჩაში რომ მიდიოდა გასწრო დაადგავდა, თელ ქუჩას იწოვდა, რასაც ქვია. და კომპრესორები დააყენეს მერე და მიდგომები იყო აი ესეთი დიდი ზორბა მონსტრი, რომელიც ყველაფერს უძლებს, რომელიც ყველაზე ძლიერია და ბრუტალურია რა. სხვადასხვა ვიზუალურადაც ამერიკული მანქანები აი ჩაქუჩივით აგრესიულ ვიძზეა რა, აი აგრესიულად გიყურებს, გაბრაზებულია თავიდანვე რა და სხვადასხვა ისაც აღსანიშნავია, რომ დღეს ამერიკაში დრაგები რაც ტარდება, აი სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მანქანები რაც დადის ამერიკაში დრაგზე ვგულისხმობ რა. ძველი თაობის ზრაობიდან აქვთ აწყობილი და დღესაც კი საუკეთესო და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მანქანებია სოფლიოში. გერმანიას რაც შეეხება, გერმანია არის ინჟინერიის ხელოვნება, დისციპლინა, წინასწარ ყველაფრის გათვლა და გერმანიის რაც ყველაზე მეტად მომწონს, ოდითგანვე ეს მიდგომები ჰქონდათ, რომ ძრავის მხრივ ინჟინერიის ძალიან ღრმა ხედვები ჰქონდათ, ძალიან სწორი გათვლები ჰქონდათ და შესაბამისად პერფორმანსსაც დებდნენ რა. გერმანელების რეალურად არ არსებობდა რაღაც გადაუწყვეტავი საკითხი. სხვადასხვა კომპლექსურ სისტემებს ქმნიდნენ, სხვადასხვა მოუდებს ქმნიდნენ, წვიმაში როგორ უნდა იაროს მანქანა, შალზე როგორ უნდა იაროს, ქვიშაში როგორ უნდა იაროს და ასე შემდეგ. თუმცა ამ კომპლექსურ გადაწყვეტილებებს და რთულ სისტემებს რა თქმა უნდა თავის მეორე ნეგატიური მხარეც აქვს, იმიტომ რომ რაც უფრო რთულია სისტემა და რაც უფრო დიდია სისტემა, მით უფრო მეტი შანსია რომ რაღაცა დახარვესდეს და დროთა განმავლობაში რაღაცა გაპრობლემდეს. შესაბამისად, ამ მანქანების შენახვა უფრო ძვირია და უფრო რთულია და ხშირ შემთხვევაში ძღოლის თავის სატკივარი ხდება ხოლმე როგორც ყოველთვის. ხოლო რაც შეეხება იაპონიას, იაპონია არის აი სხვა სამყაროა საერთოდ, იმიტომ რომ იაპონელებს თავიდანვე აქცენტი ჰქონდათ ინოვაციებზე რა. ანუ კი არ იყვნენ აი აბა იმან ატმოსფერულიდან იმდენი ამოიღდა და ტიპები იჯდნენ და ახალ რაღაცეებს იგონებდნენ რა და თან სხვათა შორის როგორ მიდგომები ჰქონდათ, იცი რომ რაღაცეები დაამსუბუქონ, რაღაცეებში მეტალი ტყვილა არ წავიდეს, მოდი თან ეკონომიური იყოს, თან ძალა ჰქონდეს და იაპონელებს ყოველთვის ჰქონდათ ხოლმე რაღაც აი ესეთი ოქროს შუალედი, რომ აი მოდი ისე ვქნათ, რომ ძალა ჰქონდეს ტიპს რა. უკაცრავ. ეს იაპონურია? იაპონურია, კი. სუპრა. სუფთა სისხლის გერმანულია. ბიჭო, არა, ნახე ეხლა რა მოხდა აქ, გეტყვი რა. იაპონელებს დრო არ ჰქონდათ უბრალოდ, შავი სამუშაოები რაც ხო გერმანელებს ჩააბარეს, რომ აი პლატფორმა გაამზადეს და მე ჩვენ დავხვეწავთ ხო რა? როგორ არა? ყველაფერია გერმანული. ბიჭო, ხომ არა, traction control-ი, იქ ძრავის upgrade-ები და რაღაცეები. X3 M40-ში ზუსტად იგივე ძრავი. ხო, ბაზარი არა, მაგრამ მაგალითად კომპიუტერის პრაშუკა იგივეა. არა, იგივეა, დახვეწეს. არა, იგივეა. როგორ არა, დახვეწეს. არ არის სტაილინგი, traction control-ი, დაკიდების სისტემა? დაკიდების Z4. არა, გეომეტრია აქვს ვაფშე სხვა. აბსოლუტურად გეომეტრია აქვს სხვა. რატომ მუშაობს მაშინ სუპრა ეგრე მაგრად? Z4 კაბრიოლეტია. არა. ყოველ შემთხვევაში მე მჯერა რომ ამაზე მაგრად ეჭიდება თავიდანვე და კარგათაც ისტარტდება. აი ამდენი ცხენი რო კონდეს ამას, აი ამას თავზე გადაახტებოდა. დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად. ჩვენ ყავს ამდენი ცხენიანი სუპრა და არ ვიცი. აი მოიცა ერთი ზაბ. ამას რამდენი ცხენია კი ხარ? არ ვიცი. აჰა, ხო ხედავ, არაფერი არ იცი. რას მისწორები ერთი იაპონურებზე მითხარი? გერმანულია.
გერმანული ბაზა აქვს. აი მაგას ვაღიარებ ხა რა თქმა უნდა. ძრავს ახადე რა, ძრავს ხურავი ახადე ერთი წამი. ბიჭო, მაინც არის წამი. ძმაკაცისადაა ვაფშე. ვა. მაგერი თი მოვიდა. მაგასაც არ ველოდი. აი ამასაც ჩემი დაიცხენი დაახმოვეთ. არა, ამას ცოტა მეტია, როგორც ვიცი. გამარჯობა. ვარ, ძის პაკეტებით ხარ თოსულები? როგორ ახალ ბიჭებო? უნდა მეკოცნო, მოდი. ზასაობის გარეშე მე მაგას ვერ გამოვაპარე. მაგასი გახდა და всё აღარ ზასაობს. ბიჭო, არა, ზასაობა ყოველთვის უპირველეს ყოვლისაა. თუმცა ერთი პრობლემის წინაშე ვართ ახლა ჩვენ. აქედან რომ წავალთ, პირველი მივიდივართ ბენზინის ჩასასხმელად, იმიტომ რომ დილით ჩავასხე მოდიოდი და მეგონა რომ ეჭვი არ მეპარება 8 ცილინდრიანი. მეგონა რომ მოვიდოდი, მაგრამ ძლივს მოვედი. 8 ცილინდრი კომპრესორია, ძიელ ერთი ხო? ჩვენ თქვენგან განსხვავებით ცილინდრების რაოდენობა სწორი გვაქვს, მიმართულებაც ძრავის სწორი გვაქვს და თან წარმოებელიც სწორი ქვეყნიდან არის, ამიტომ შეგვიძლია ალბათ ხეროზე ამბობ ხო მაგას. ძირითადად ანუ აი იმაზე ვამბობ ის ქვეყანაში ხო ვერ გავიგე, მე გერმანელი წარმომადგენელი ვარ, თუ რა გინდა? შენ ხარ ამ შემთხვევაში იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელშიც 8 ცილინდრიანები არ უყვართ. და შეიძლება ზღვარად ცდილობენ, რომ 8 ცილინდრიანი არ ქონდეთ არაფერი. ამ დროს მე ვარ იმ ქვეყნის წარმომადგენელი, ეხლა გამოდის ეგრე, რომ 8 ცილინდრიანები ძალიან უყვართ. და თან ლოგიკას მესმის, რატო უყვართ ძალიან? იმიტომ რომ 8 ცილინდრი არის სათნოება, 8 ცილინდრი არის ბედნიერება, 8 ცილინდრი არის სიამოვნება. მომისმინა. აი, მოეცა. ხმა. აი ამაზე. ამაში სათნოება სათხედა ვერც მითხარი. ძალიან სათნო ხმა აქვს. როცა გაღვიძებს დილის 6 საათს. ეს დავიქოქე. დაქოქე პროსტო. მოდი ახლა ერთ ესეთ რამეზე შევთანხმდეთ რა. მე ახლა ამას დავქოქავ. ხმას მოусმი? ხო. მე თქვენი სერაფია წყლის ბოთლები დაქოქეთ 3 litrიანი. შეიძლება მე თქვენ ხმას მოусმი. ნო, შენ ჯობია ბენზინი არ გაგითავდეს, ისე დაქოქე. ანუ ეგეც არის, მაგრამ მოდი დუხზე არ დავეცემ. ამხელა. კიდე რა. ოიოები კიდე ერთ რამეს გეტყვით, ახალგაზრდებო, ნახეთ, მე ნამდვილი ავტომობილი თორემ 3 პედალი მაქვს რა. რა ვიცოდეთ მაინც. და მესამეს თუ არ დავაჭირე. მექანიკა ყავს. ჩემი აღარ ისმის ჩემი ხო, ანუ მიკროფონიც იმაზე გავიდა უკვე. მეტი ცოტა. აი ეს არის ნამდვილი ხმა, ნამდვილი ავტომობილი. შენი აზრით. ეს რამდენი ლიტრი საწვავი დაწვა ეხა ამ წელს? ძალიან ბევრი, საერთოდ სუსკრები დაწვა. ბენზინის უნი დადგა. მაგრამ ყველა წვეთი ღირდა რომელიც დაწვა. თქვენი კონსერვის ბანკების ხმა მაინტერესებს თუ შეიძლება. მე პირველი შენი ხარ. მე მინდა გითხრა რომ ეს კონსერვის ბანკა საერთოდაც არ არის, იმიტომ რომ ალბათ გერმანული გეგონა. და ეს არის გერმანულ ბაზაზე შექმნილი იაპონური მანქანა. სუპრა. მოდი, ეხლა ერთი ესეთი რაღაც ვქნათ რა. შენთვლი რომ ეს არის გერმანულ ბაზაზე შექმნილი იაპონური მანქანა, რომელიც Toyota-ს ემბლემით არის და სუპრა ქვია. კაპოტი ახადეთ თუ შეიძლება. რა თქმა უნდა. ერთ სათხოვარი მაქვს თქვენთან, რამდენად იაპონური ან გერმანულია, ეგ განვიხილოთ თუ გაინტერესებს. ორჯერ გამოწია როგორც BMW-ს აქ. ბიჭო, მე მგონი გაფუჭდა. არ გაფუჭებულა, არა. თუ გინდა მოვალ და მევცდი. მართლა გაფუჭდა? ხო, მართლა გაფუჭდა. გადაო? ანუ რა გინდა 6 ცილინდრიანი იაპონური ძრავიდებს რა გინდა? არ გაფუჭებულა. რა სერჩი? მანახე ერთ წამი, გამოდი ეგეთ. უი, არ გაფუჭებულა მუშაობს. ნახე როგორც BMW-ია. ეხლა ნახე. ერთ მთავარ საკითხზე არ ვკამათობთ არავინ. ვიცით რომ BMW-ს ძრავიდებს, BMW-ს კოლოფია, BMW-ს სავალი ნაწილია. ეგ ვიცით ყველა მთელმა სამყარომ და მაგაზე არავინ არ დაობს. თუმცა აქ არის ერთი მთავარი მაგრამ. იმის გარდა რომ ძრავი, ელექტრონიკა, სავალი ნაწილი, გადაცემათა კოლოფი არის BMW, ასევე ძარაც არის BMW-ს დაბეჭდილი და BMW-ს წარმოებული. უბრალოდ Toyota-ს ემბლემები აქვს დაკრული და გეტყვი რატომ? ვინ კოდი ნახე? ვინ კოდის დატანის მეთოდი, აი ეს დატანის მეთოდი აქვს მხოლოდ BMW-ს. ვინ კოდი ყოველთვის დააქვთ ქარხანაში. შესაბამისად, თლიანი ავტომობილი პლუს თაუერიც, ანუ ეს რაც კუზაოს განუყოფელი ნაწილია, ესეც BMW-ია. კი. ზუსტად BMW-ია.
შესაბამისად, ანუ BMW აწარმოა მთლიანი ავტომობილი, მისცა Toyota-ს, დაჟე მე ვფიქრობ, რომ BMW-ს ქარხანაში დააკრეს Toyota-ს ლოგოებიც და აჯიგრებო გაყიდეთ. თან სადააკრეს იცი? ნუ ჩემი გერმანული არ არის ადამიანის. ავსტრიაში აიწვა. ნუ ეხა ევროპა ხوار ავსტრიული. გისმეთ იაპონურთან დაკავშირებით. იაპონელებს რომ ისეს კი არ გაყიდეთო. იაპონელებმა აიღეს, დახვეწეს, რა დახვეწეს. გეომეტრიაში ადგინეს. ისი გეომეტრიაში? უკანა ხადაუის გეომეტრიაში ადგინეს, როგორ უნდა ყოფილიყო? ერთი Z4 ფართობერებით დაჟე. კი, ნაწილის კოდები მიდის პირდაპირ ერთი-ერთზე. არა, გავიგებ არა. შენ ზახირო იაპონელებმა გეომეტრიაზე საუბარი. BMW-ს მისცეს რომ Z4 გამოეშვა. ბევრი რაღაცა ზემოდან დახვეწეს, ანუ კომპიუტერში აპგრეიდები გააკეთეს. ABS-ი გააკეთეს, უფრო უკეთესად. კომპიუტერი არ არის დახვეწილი იაპონელების. არის 390 დიზაინი ვისია. დიზაინი იაპონელია, სასახელო. დიზაინი. თუმცა შეიძლება გერმანელებმა დახატა იაპონელები შეგვიძლია. მოესწრო ჩემო, თქვენ არაფერი გესაქმებათ იაპონელებთან. წამო ჩემი დავხოკოთ, წამო მოდი. თან ანუ ნახე, ამით იმას არ ვამბობ რომ არ ვარ. ამით უბრალოდ იმას ვამბობ, რომ კონსერვის ბანკა რომელიც BMW მოწარმოა იაპონელებში. კაი, ამაზე რა სიტყვა? ჯერ ხმა უნდა მოგესმინა მე მგონი. არ გვინდა. შეიძლება დახატა. არა, ხმა. დაგოგეთ შეიძლება. თქვენ გასული უფლება რომ დაგოგოთ თქვენი კონსერვის ბანკა და მოგასმენინოთ. ეს არის ნინძას ხმა, იაპონელი სამურაის ხმა. გაზი მოიცა სპორტ რეჟიმში გადავყავ, ერთზამე. აუ, შეცვალა, ნახე რამე. ეგა. ბარბლი სად არის? მოიცა ბარბლი აქ ხოლმე ზოგჯერ ერთი წამი. დღეს არა. დღეს არა ახასიათი. ბიჭო, ამ შემთხვევაში იაპონია არ გეოსება. მოდი რა სიტყვია ამაზე. ეხლა ნახე რას ვიტყვი ამაზე. მოდი ჯერ შენი ხმიდან დავიწყოთ. მოდი. დაგოგე. ეგ არის მო. ბიჭო, რა გამახსენდა იცი? მამა ჩემს ყავდა Opel Astra ეკოტეკი. და ზუსტად ესეთი ხმა ქონდა. ხრიალის ხმა ქონდა ზუსტად. ო, მართლა. სვაპი ხო არა მე მამამისი არ მინახავს, მაგრამ ესეთი ხმა ქონდა ზუსტად. თავიდან ბოლომდე. რა არის? ვალეტრონიკის გამსვლელი დგას თავიდან ბოლომდე. ანუ უფრო მაგარი ხმა. ვიდრე უნდა კონდეს. საოცარია ერთი. ერთი კითხვა მაქვს რა, აი ეს ჩხარულის ხმა რა არის? ბიჭო, არ ვიცი, სავარაუდოდ გადაბმაში ვერ მიაპრეხვატკეს კარგად. გასაგებია, ქართული არ არის. გასაგებია, ანუ რადგან ქართული არ არის, მაშინ გერმანელებს ვაპატიოთ და გავაგრძელოთ. ანუ მე ხა როგორ გავამდეს, ციო თითქოს ან M4-იან სუპრა არ მომწონს. ძმაკაც როგორ გადატენილი მოვიდა, ხო? თუმცა, ნახე ეხლა. ბიჭო, დიდი ხანი მსგავსი სტუდიები ვარ გადავიდია და მოისავა თქვია. მოსვლოვები. ბოლომდე გაიხარჯა. კი, მაქვს საშუალება და დავამიუშვა. ხო და ეს რა ქვია? რას გეუბნებოდი თქვენ გერმანიასთან დაკავშირებით? არ მე რამეს შემიძლია გითხრა. მოხვედი 670 წელიანი მანქანით. 650 არის, ხო? 650. 650, კარგი. 650 წელიანი მანქანით. რომლითაც მე ამ მანქანაში 509 ძალიან ასტროიკას გზაშივე გადავაწერ. აი, ისე გაგასწრებ. შესაძლებელია, სრულიად შესაძლებელია. იმედსაც გეტყვი. მოვა მაგალითად Tesla, რომელსაც რასტროიკას არ ეკნება და ისე გაგასწრებს, რაც წარმოგიდგენ. თუმცა მე ბევრად ნასიამოვნები ვიქნები, როცა აი მანქანით ვივიდა იმის ხმას მოვიწყენ, ვიდრე Tesla. ანუ გასწრებაზე არ არის ყველაფერი ჩემს. მექანიკა, ხო? ბიჭო, მომენტ მე მგონი სწორია და ჩვენი ჩელენჯებიც კაგრას ეგარი რომ ხო არ გვენახა ქალაქში რამდენად კომფორტულია გადაადგილება მექანიკით. ან ნახეთ ხა მე მარცხენა ფეხი მაქვს ძალიან კარგი რა. ბავშვობაში ძალიან ბევრი მაქვს ნავარჯიშები მარცხენა ფეხი. ხდებოდი ხოლმე. თუმცა ძალიან დიდი ხანია მივხვდი რომ მარცხენა ფეხის ავტომობილის მარკისას გამოყენება არ არის სასიამოვნო პროცესი. შესაბამისად ძირითადად სულ ავტომატიკით მოძრაობ. იცი რას ვფიქრობ? დღეს ჩვენ შეგვიძლია ეგ ქალაქშიც გავტესტოთ. ქალაქ გარეთაც გავტესტოთ. გამლელების ყურადღებას იპყრობს თუ არა, ან რამდენად ევასებათ. ეგენიც ვნახოთ და მთლიანობაში ფულები დავწეროთ მაგ სისტემით და შევხედოთ რომელი უკეთესია. არა, ფულებით მე უფრო ვფიქრობ ცხენებით იგებდი შენ. ვერც ცხენებით ვერ იგებს. ჩვენ ყველაზე თავი ეხლა ჩემს ყველაზე თავი პრიორიტეტია. ვერ ვარ ერთადერთი და ხმა. არის ხმა. არა, ხმა მაგარია. არც კომპრესორი გვიქვს, არც 8 ცილინდრი, არც 6 და არც 4. ხმა, ეხლა მაგაზე ვაღიარებ რომ ხმა აქვს, მაგრამ
ვიზუალი არ აქვს, მანევრი არ აქვს. ვიზუალი არ აქვს, ეგრე აჩქარება არ აქვს. ნიჭი სპეციფიურია, იცი? შეხედე მანქანას, აი რად გაგონებს? ამერიკელი ბავშვი, რომელმაც დიდი დონატი ჭამა და ყვითელი ავტობუსით წავიდა სკოლაში. სიმართლე რომ გითხრა, ამის ვიზუალი მომწონს. ანუ სტილი არის ძალიან განსხვავებული რა, აი, მაგალითად მე მგონია რომ Supra-ს და BMW-ს ვიზუალი უფრო შეიძლება ერთმანეთს შევადაროთ, ვიდრე აი ამის ვიზუალი ამ მანქანებს. სხვანაირი როჟაა, ბრუტალური როჟა არის რა და ეხა აი Supra-ც და შენი BMW-ც არის როგორ იცი აი გაძერსკებული ნაშა არის რა რაღაცნაირად რა. ეს არის იაპონელი გამხდარი გოგონა, აი ვიდეოებში რო გამოდის. რანაირად არის გამხდარი? აი პატარა აქვს ამაგიო. განიერია რა პატარა. ეს არის ჰიტლერის ძმისშვილია. იცოფება? ნახე. ჩვენ სამოსახლოში საბია ვიზუალის კონტესტი უკვე მოგებული მაქვს, მაგრამ მაინც ხალხსაც ვკითხოთ რა. რომელი აგროვილი? მე მინდა კითხო რომ მაგით ჩვენი ჩელენჯები არ იწყებოდა, საცობებით იწყებოდა და მოდი პირდაპირ საცობებით დავიდე. მოდი არ არის საჭირო რა უბრალოდ ხალხს ვკითხოთ რაღაცები. არ გამოვიდა. მე მინდა რომ ყველაფერში გავტესოთ და ისე გამოვიტანოთ რაღაც დასკვნები, რომელი არის უფრო დიდი და კარგი მანქანა. მე იდეა მაქვს რომ ამ ყველაფერს ისე კარგად ვერ შევაფასეთ, სანამ საბოლოოდ თელავში კარგ მწვადს არ შევჭამთ. ჰა? მე ისე ვერ ვაფასებ ხოლმე მანქანებს. ოკეი. წავედი. დავай. საწოლ საგვას. სოკარში. ხავიჭებს პატარა სიუჟეტს მომზადებ. გადავაძებ ნასტროიკას და 510 ცხენის მაგივრად გვექნება 300 ცხენის დავა. წავედით? წავედით. თავი მუღამი ეხა არის ის რომ აი მაგალითად თუ Supra-ის ღილვას აპირებ, ან M4-ის ღილვას აპირებ, ან ZL1-ის ღილვას აპირებ, რამდენად კარგია ქალაქში. ბიჭო, აი ეხა ამ საფარზე თქვენც გაჭანჭყარებთ იმენა, რასაც ქვია? კადრში ჩემს უზუებს დავაკვირდით და მიხვდებით. დაკიდების სისტემა შეცვალე და იქნება იდეალური. ბიჭო, სტოკი აქვს ეხა ამას. ვაფშე სტოკი ქარხნისა აქვს. ქარხნული დაკიდება აქვს. ქარხნულად დაიკიდე შენ, არ ვარგა ქარხნული დაკიდება, რო აქებ რო იაპონიამ შექმნაო, არ ვარგად ეგ შექმნილი ხო და. ბიჭო, მთავარი არის სად იყენებ ამ დაკიდების სისტემას. ეს არის შექმნილი როგორც ქალაქისთვის, ასევე ტრეკისთვის. ანუ ოქროს შუალედი დაიჭირეს დაახლოებით. მთავარი არის სად იყიდებ ხო? ბიჭო, არის რამე რაც გაწუხებთ კიდე? იდეაში ქალაქში. ეხა Supra-ზე მარტო ეს მაწუხებს, ანუ სხვა მე პრობლემა არ მაქვს Supra-ზე. მე ვაფშე არაფერი არ მაწუხებს, დაჟე ეხა ეს მექანიკას გავისწორდა სანამ საწუხში დავდგა. აუ მექანიკა მეც მომენატრა სიმართლე რო გითხრა. მაგრამ ყოველდღიურობაში ვერ ვიყოლიებდი ეხა რა, ანუ და საქმეებზე დავიღლებოდი. არა, ყოველდღიურობაში ხდება, ეხა მაგალითად ციხეში გადაკავინდა და რაცია მიჭირავს და რა ვქნა არ ვიცი. კიდე გამოგართვა? აიცა ჩავწერ. მაიტა მესროლე. მე როგორ გელაპარაკო, თორე კი. და ყველაზე უცნაური და ყველაზე საინტერესო ფიჩერი გითხრათ, რაც ამ მანქანაში აღმოაჩინე. აბა. აი რა შეიძლება იყოს თქვენი აზრით? აი ამ კონკრეტულ მანქანას რა შეიძლება კონდეს ისეთი, რაც სხვა მანქანაში არასდროს შეხვედრია, არც ერთ მანქანაში, ანუ არ მინახავს მსგავსი არაფერი და ნაწილობრივ სასაცილო და ნაწილობრივ ალბათ ვიღაცისთვის სასარგებლო. რამე ინოვაციური ტექნოლოგია აქვს? ბიჭო, ალბათ ინოვაციურს ვერ დავარქმევდი. თუმცა ტექნოლოგია არის კი. ისეთი რაღაცა აქვს, რასაც მე ვერასდროს მოვიფიქრებდი, რომ ეგ მანქანაზე გამეკეთებინა. გაზს აძლევს თვითონ, როდესაც ცეპლენიას უშვებ. არა, რემონტს არ ჩაიჭერს ეგ ვერ მანქანაზე არის. უბრალოდ არც ერთ მანქანაზე არასდროს არ შევხვედრია. და აქვს ესეთი საინტერესო ფიჩერი. პირველი თუ დაძრავ და მიდიხარ, რა თქმამდე რომ მიხვალ,
მანქანა პრიფორზე გაწევთ რომ აქედან ახლა შეგიძლია მეოთხე სიჩქარე ჩაავდო რომ ოპტიმალურად დახვიდეო. პირველიდან პირდაპირ მეოთხეში ავალ იქო გეუნება რომ გადააგდეს სიჩქარე შეცვალის შეცვლილი რიმეინდერი აქვს და სასურველ სიჩქარეს გაკვირვოთ რომელშიც უნდა ჩააგდო. აი, მექანიკა რო არის და ზემოდან რიმაინდერები რო აქვს რომელ სიჩქარეში უნდა ტენო და მერე რომ მიხვნენ ამერიკელები რომ აუ იცი რა მეორედან მე მგონი მეოთხეში ჯობია რომ ჩააგდოს იმიტომ რომ ნაკლებს დაწვავს. აი რა უნდა ელაპარაკო მაგ სტრუქტურას და სისტემას მითხარი. მექანიკა M4-საც აქვს ეგ ფუნქცია F-სერიას. ოღონდ სერიოზულად. ხო მე ძინხანია მექანიკა არ ყოლია და არ შეხვედრია არცაც საერთოდ რა. რომ ახლა და სიჩქარეში გადააგდეს გეუბნება. ახალ მექანიკებს აქვს ცოტა სპორტულ მანქანებს. ბიჭო, სხვათა შორის აი ეგ ხლონგი როგორ დაძვრება მანქანებში მე არ ვიცი, თუმცა ჩემ გეუნები. პრინციპში ბუბუსაც ვეუნები, იმიტომ რომ ისაც ხლონგია. მაგრამ სუპრათი შეგიძლია კარგი მანევრების გაკეთება თბილისში საცობებში რომ სწრაფად გახვიდე. ანუ ეგ ძალიან დიდი პლუსია, პატარაა და მაგრად დაძვრება. ბიჭო, კი, ოღონდ წინ მანქანას რო დაეჯახო, ვერ მიხვდები როგორ დაეჯახე, იმიტომ რომ იმ ხელად სკვირი აქვს, რომ წინ არ ჩანს არაფერი. აი დაახლოებით 25 მტკაველია და მაგას ვითვალისწინებ ხოლმე. მაგრამ მაგაში მართალი ხარ. შეგიძლია გივის სიხარულზე დაიყენო მტკაველებით რო არზომო და სანტიმეტრებით გაგიზომავს. ბიჭო, რატო ხართ ეგეთი ნელებით? მე მგონი ხა რაციაც აღარ დაიჭერს, ისე გაგასწარით. ბიჭო, წინ გაგიშვით რომ ფორა მოგცეთ პროსტა და ძმაკას ბენზინი უთავდება და მაგ პონჩი კიდე. მისმა ბენზინმა და მინდა გითხრათ რომ მაგნესაც არ ყავს როგორც ავტომობილს რა. მართლა? 25 წელს უკვე? ადრე 30 წელდა მახსოვს. ჩამოვიდა 24-ზე. რაცია აუჭირავს ხელში და სწრაფად ვერ თავს სიჩქარეებში და მაგით ოწავს ბევრს ახლა. წინ საკმაოდ გრძელი გზა გველოდებოდა. ამიტომ სოკარის ბენზინგასამოს სადგურებში შევიარეთ და აუზებით ავოსით. რო ხა რო გითხრა ცუდია თქო ზიელერთის ტრაკი არ არის, იმიტომ რომ მაინც გონია რომ გემოვნებაზეა დამოკიდებული რა. მე ხა კი მე მევასება უფრო სუპრას ტრაკი, მაგრამ არ არის ცუდი. სუპრას ტრაკი მესმირჩევნია, ცოტა სუქანია ზიელერთი, მაგრამ საბურავი განერი რო უყენია ძალიან უხდება. აი ეს რამები უხდება, აი ეს ზიელერთი რო არ იყოს და პრასტოი რო იყოს, წვრილი საბურავებით უკვე დაამახინჯებდა რა. არა, საკაიფოა რა. მე რაღაც ხიბლია. ანუ თავის მოხმარებელი მაინც ეყოლება ყოველ ვარიანტში რა. ბევრი ამერიკელი. თან დიდები ყოველასა. კი, თან მოშნი არის. ეს რამდენ ტონას წაიღებს ახლა? ეს მაგაზე ამუშავებ, იცი უფრო. მარცხნივ ჩელო უხოდეს, ნასკარზეს გულის ხო? ნასკარზის. არა, მარცხნივ უხოდეს ეს მანქანები. აი, ხარცავე, დიდხანს გელოდოთ კაცო. წამო, ჩვენი გასვლის დროა. უჯარმის ციხეზეც მოვედით. ისოდი რომ ვახტანგ გორგასალმა აგად მოიტანა სამეფო რეზიდენცია და მთელი ამბები იყო აქ. 18 კოშკი იყო აქ. დაახლოებით 250 მეცი ხოვნა იყო და მთელი უზარმაზარი ციხე კომპლექსია სხვათა შორისა. აი, ეხა უნდა შევაფასოთ ჩვენ ქალაქში მანქანების თემა. რამდენად კომფორტული იყო, ვაფშე რა მინუსები ქონდა, აი, რამდენად იდეალური მანქანაა ქალაქისთვის და ქულები დავწეროთ. 10. მე ძალიან მომეწონა რა. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებშიც მოვყევით, ანუ ყოველ დღე რა თქმა უნდა მაგ მანქანით არ ვივლიდი არც ერთ შემთხვევაში, ანუ არც ერთ სამყაროს, არც ერთ რეალობაში. ამას აქში ყოველ შემთხვევაში იყო დროებად უარესი რაღაცებითაც დავდიოდი. ყოველდღიურ ცხოვრებაში არ ვივლიდი, თუმცა მაშინ როცა გამოხვალ 1000 ერთხელ რომ ისიამოვნო, აი ყველაზე მთავარი მაგ დროს 10. მე მესმის. კი, გაგისტორდება. მაგრამ თავი სიამოვნება აქვს მაგრამ. ნახე, ყოველდღიურ daily car-ათაც არის აქ საუბარი. daily car-ად ალბათ 6-ია. ანუ მეც სიმართლე გითხრა, არ ვიყიდი არასდროს მე მაგრამ. ხო, მეც 7 ვფიქრობდი სიმართლე გითხრა. ხო, ანუ 6-7. ანუ მე ვიზუალი მაინც მომწონს. აქ იმ სებრენის პედლის გარდა.
ანუ 20-ზე მეტია ყოველდღიურ ცხოვრებაში, თორე მეტი, ანუ როგორც ასეთი, რო გითხარ, ან არაკომფორტულია, ან უხეშია, ან რაღაც ეგეთი შემაწუხებელი რამე აქვს, არაფერი. კაი, შენ ემოთხზე რა სიტყვა? ემოთხი დეილი ქარად გამოდგება. მე თუ მკითხავ, უფრო გამოდგება ვიდრე წინათაობები რა. მე მახსოვს შენ გეკითხებოდი სპეციალურად რამდენად ხისტია თქო. და არ ბრაგუნობს, ხო? თან პრუჟინები შეცვლილი მაქვს. კოლოფირბილია, ძრავისფილია, თუ M რეჟიმს არ გააქტიურებ. ნუ ეგ ხა ხო მოუდია და აი გაცილებით კაი ტიპია რა. მომწონს ქალაქშიც ყოველდღიურად დიდი სიამონებით ივლი. არ არის შემაწუხებელი. მაგმაქანას რაც აკლია აგრესია აკლია მარტო რა. ემოთხს უკან სავარძლები აქვს. ხო. სუპრას არა აქვს. თან ანუ აქ ადგილიც აქვს რა. ხო, დიდია ეხა ეს სუპრას რო შევადარე გვერდზე რო იდგა, ბევრად დიდია ემოთხი. განიერიც არის. ერთადერთი ალბათ მე არ ვიყოლიებდი იმის გამო რომ ორკარიანია. იმიტომ რომ ზოგჯერ მჭირდება ხოლმე ორკარიანი მანქანა. მინუსია და მაგრამ ეგ ალბათ ცხოვრების სტილზე არის დამოკიდებული. აი შენ როგორ ცხოვრობ და ორკაციანი მანქანა ყავს და. ორკაციანი მანქანა ყავს შენც და რავი. M3 მირჩევნია. აი მაგიტო 10-დან 9 ქალაქისთვის არის ავი იდეალური რა. M3-ს მირჩევნია. მეც. ერთადერთი ეგ არის რომ M3 მირჩევნია და მაგ კულასაც მაგაში და ამდენ შეაფასე 9-ს დაუწევი. 9 და მე ვფიქრობ ლოგიკურია. კვადროა თან ჩემი და RWD ფუნქციაც აქვს. აი კვადრო რო არის სუპრას ჯობია მაგითი. სუპრას დიდი მინუსი იცი რა კიდე. ძალიან დიდი ცხვირი აქვს. ბიჭო არა აქვს დიდი ცხვირი. მე ვერ ვგზნობ მაგას. ხო, მაგრამ წინ რომ მეც მივეჩვიე ხა წელიწადზე მეტია დავდივარ. მე ან მიჩვევა, მაგრამ ესე რო ჯდები, თან ბოლოში ისეთი ფორმა აქვს, სად რჩება ვერ ხედავ. გავიგენო პარკინგ სენსორები გაქვს 360 ყველაფერს გიჩვენებს იქ 360 გაყვითლებული გაწითლებული ყველაფერს გიჩვენებს ანუ არ ჭირდება ეგრე მოგეთ გარდიურებს არ უნდა დაიჯახოთ ბიჭო ხო მეც ვფიქრობ რომ არ უნდა დავიჯახოთ ხო ბევრი რო არ გავატრაკო მიუხედავად იმისა რომ სუპრა ძალიან მიყვარს და ძალიან შევიშვი და ძალიან მევასება აი 8 ქულა ქალაქში იმიტომ რომ ძალიან მომწონს ყურადღების პონტით მომწონს ეხა ვინ რომ მიდიხარ და ესე რომ გაჩვენებენ მე მაგრად მომწონს რა ხო და აი ეს დისკომფორტი და პატარა და რაღაც პატარა ის სალონის დისკომფორტები რომ აქვს ორ ქულას მაგიტო ვაკლებ. კიდე ერთი რა შემომჩნია, იცი? მაგრამ აი ყველა ძვირიან მანქანას აქვს ალბათ რა, რომ ახლოდან რამე მანქანა, აი ეს შეგრძნება პირველად გამიჩნდა სუპრაზე ძვირიანი რო არის, M4-საც ეგრე იქნება და შენ რომ მითხარი ფირი აკვრიაო კაკრას პატარა კენჭებს და რაღაცებს რო ხედავ, წინა მანქანა რო ისვრის, აუ მეთქი ფირი უნდა გადავაკრა ამას უეჭველი და სხვათა შორის კი, ლუქს აუტოში აქვს ეგ ფირები, მე როგორც ვიცი და აი კაკრას უნდა მივაკითხო, ანუ გამჭვირვალეც აქვს, ისეთებიც აქვს, მაგრამ გამჭვირვალეს ავიჩე მე ყველა ვარიანტში. ყველაზე კაი რამე ახლა. წავედით თელავში რომ ჭამოთ რა. გზაში კიდე დავალება უნდა მოვიდეს რამოდენიმე როგორც ვიცი. და ჯერ ყავა დავით. იმიტომ რომ თელი დილა წამოვედი. ვეღარ ვცნობ ამას. რატო? ხორცი. კაი, წავედი. დავიძარი. ბიჭო წეგარო რომელიღაცა ბლატაობდა რომ ჩემი მანქანაო მაგრა ჩქარდებაო და ეჭიდებაო და რაღაცეებიო ეხლა მომივიდა ესეთი იდეა ბუბუს გავათიშინოთ ის წინა ხიდი და ისე აჩქარდეს რომ თანაბარ პირობებში იყოს ბრძოლა ბიჭო თანაბარ პირობებში მასე არ გამოვა იმიტომ რომ შენ სლიკერზე დგეხარ და ხეროს მანქანას 300 ცხენის ძალა აქვს მე როსლიკერზე დგევარ ხრომ გითვარ ამ ხელად და შენ კიდე 4-4-ით გინდა რომ დაძრა და გაიქცე? კაი ორივენაირად დავძრა მე არ არის პრობლემა. хорошо, ბიჭო თან ეს მაინც ვერ ეჭიდება რა, ანუ აი ძალიან იქნევს. აქამდე რაც ვცადე და აჩქარებაზე ვნახოთ რა სიზავს. მე მაინც გონია რომ სუპრა ორივე საჯობს, იმიტომ რომ გითხარით რომ იაპონელებმა იმუშავეს ამის გეომეტრიაზე. იაპონელებმა არ ვიცი, აქნეს ვარა სუპრა მართლა შეიძლება ორივე საჯობს, თუ ისიც უკანა პრიოდი იქნება, იმიტომ რომ უსაობის ნაკლები შანსი გაქვს ნაკლები ჯანის გამო. რა ვიცადოთ ჩვენი რამიდის. ორივენაირად ვწდი მე. ოკეი, ცადოთ, ნახოთ. და მე მგონი საინტერესო იქნება რომ წინასწარ ვთქვა ვინ რამდენში აჩქარდება. და რამეზე დავმიზლავდით. მე მგონი მეც ვიცი რაზე უნდა დავმიზლავდით. გეტყვით მაგას. მე ამით 4.5-ზე დავლა თუ ავჩქარდი, შეგიძლიათ ჯილდო გადმოგცეთ. მე კიდე მგონია რომ შანსი არ გაქვს მაგაც.
4.5-ში ან ნაკლებში რო აჩქარდე. ნახოთ. წესით არის შანსი რა, ცოტა საბურავს გავათბო, ცოტა ლანჩ კონტროლებს დაუმოღამებ, რაღაცეებს ვიზავ და იქნება გამოვიდეს. ერთი პროსტა უზარმაზარი მინუსი კიდე მანდის მაქვს, რომ მექანიკაა. ნუ შეიძლება პლუსიც იყოს, მაგრამ მინუსიც არის, იმიტომ რომ 100-მდე უეჭველი შეცვლა მომიწევს და მან შეიძლება დრო დაიკარგოს. ერთი შეცვლა გიწევს ბიჭო, ერთი, მხოლოდ ერთი. ყველაზე დიდი მინუსი მე მაქვს, უკანა წამყვანით თუ დავძრავ, ლანჩი აღარ მექნება. ლანჩის გარეშე ვიქნები მეც. სუპრას ისედაც არა აქვს ლანჩი. ეგ ლანჩი არ არის. ვა, ბიჭო, რას ერჩი ამ იაპონურებს ერთი ამიხსენი რა. ბიჭო, ვაფშე არ ვერჩი, მეც ხომ ყავს და ძალიან მაგარი მანქანაა. ყველაფრით ძალიან მაგარი მანქანაა, უბრალოდ ყველაფერი უნდა გადააკეთო რა. ბიჭო, მე სტოკიც მომწონს სიმართლე გითხრა ძალიან კაია. აი, არაფერი რო არ ბურღავს twins, აი ეგ მომწონს ზუსტად. შემდეგი ჩვენი ჩელენჯი იყო თუ რომელი ავტომობილი აჩქარდებოდა 0-დან 100-მდე უფრო სწრაფად. აი, რამდენი შევლის? 4 და 8 ივლის. შენი ძახი 4 და 7. აუ, მეც აი, მე უარეს ვიძახი. მე ვიძახი რომ 4 და 7-ზე მეჩი ივლის. აი, მანამდე კროკოს გავხსნა. ეს მარილიანია მოკლედ. მაგრამ ესეთ მომენტებში ზოგიერთ მარილიანი უფრო ასწორებს ხოლმე. დაობ ჩემი გა 30 მეტრში აიღო იმენა 100 კმ/სთ. რამდენი? 54 მეტრში იქნებოდა 100 აღებული და 4 და 8. ხო, მაგრამ ეხა შენ 4 და 7 თქვი. ასე რომ თუ 4 და 8-ში ვიარეთ, ბიჭო, ვერ დადის რა. ამ ტრასაზე თან უჭირს. ახლა იქიდან მეორეთ უნდა გამოაქციოს. და საუკეთესო შედეგი უნდა დაწეროს. მაგრამ მოეჭიდა. ეკოპროტი დადის? 7 წამია, 7. მე მგონი 1-2 დღე უნდა ვიჯდე და ვიმეცადინო რომ ამანქანას გავუგო როგორ იქცევა ვაფშე. იმიტომ რომ ვაფშე ვერ მივხვდი რა საკეთე. მოკლედ ამ ჩელენჯში გამარჯვება თქვენთვის მიჩუქებაც მაო რა. ამოღამება უნდა რა. ანუ, არა, ეგ დარესეტებული მაქვს 5 და 3 იყო. არა, აქედან წავედი 5 და 3 იყო რა. პროსტა, ანუ ცეჩი როგორია, იცი, პენტაგონი უნდა გატეხო, რომ მიხვდე როგორ უნდა წავიდეს მანქანა. და იმ პირობებში, რა პირობებში ჩვენ რაღაცას ვთილობთ ახლა. მოდი მე პასმა ბოლო ადგილზე დავრჩები, ჩემთვის ბედნიერად რაც გინდათ ის გიქნია. აი, ჩემსა და ბუბუს შორის გამარჯვებული ვარ მე. კაი, რას იძახი, მონოპრი 20 შენ. რამდენი შევლის ეს? ეს? ხო. ნახე, წინასწარ გეტყვი, მე ვიტყვი ან ნაკლებს, ან მაგაზე მეც. მოდი შენ თქვი და მე ვიტყვი ან ნაკლებს არის. აა, ჭკუაში რატო ვატყვი? კაი, ერთი წამი? არა, ჭკუაში არ არის, მაინც 50-50-ია. კაი, ნო, 50-50. კაი, მონოპრი 20-ზე. ეხა ვეგეტყვი. გავლენზე არ უნდა გეთქვა ზოგადად. რატო შენ ხო ნახე? ჩემსაზე გავლენზე თქვი? არ მახსოვს იმედი. გავლენზე უნდა გეთქვა. კაი, შენ თქვი. 4 წამი იყო. კაი, მე ვიძახი 4 წამზე მეც. ოკეი. всё, ჩავარტყე. ეხა უყურე მე თუ მოვიგე. მე თუ მოვიგე, უკვე 2 გამარჯვება მაქვს. და მე ვარ გამარჯვებული ამას. მე აღარ ვიცოლოთ, ხო? ხო. თეორიულად და ვინც მოიგებს, დანარჩენმა ორმა იუთუბერმა თავის YouTube-ის გვერდზე პოსტები როა, ხო იცი? მას უნდა გამოაქვეყნოს, რომ გამარჯვებული ყველაზე მაგარი იუთუბერია. ოკეი, გასაგებია. ბუბუ მითხარი. ბუბუ მითხარი, საკეთებაში გაია. ეს იყო დაახლოებით 12 წამი რა. ხო. არა, ეს ჩემი ეს გაიმარია. პროსტა გავგებლათ, ხო? მაგრამ მაგარ ჯანზე ეს ხოთი შორის. ეს რაღაც 500 მაინც არის. ჯანზე ეს არის, მაგრამ არ მიდის. გახარ და არ სად არ მიდის, პროსტა ბუქსაობს რა. ჯანია გდოხუია. ამერიკული სტილია. იცი რა?
ჩვენგან გასხოვებით ამერიკელებს დრაგსტრიპებია, სადაც წებოუსვია და ეჭიდებიან და ჩქარდებიან რაღაც. ამერიკაში მაგარ დროსაც წერენ მაგის გამო. ნამდვილად, ერთად ჩემო. იმიტომ რომ ხრესი არ არის გათვლილი, ანუ ჯანს მაგრად იყენებენ. კი, ესე იგი სოფლის ორღობებზე ხრესზე და რაღაცებზე არ არის გათვლილი. დრაგსტრიპზე კარგად დადის. ეგ კაი რაღაც დავოსკვენით ახლა ჩვენ. კი, კი. მოიცა. ბუბუ იძახდა რომ მონოპრივოდსაც დავსტარტავო. და იმასაც 4-4. ეს ახლა მონო იყო. მე არ ვიცი რომელი იყო მონო და რომელი არა, მე ვთქვი რომ 4-ზე ნაკლებში გაივიდა. მონოპრივოდი. როგორ არა? მონოპრივოდი ვთქვი მე ზუსტად. გავიგეთ. ანუ გავიგეთ, მოგვეზრდა. კაი, აბა ვნახოთ ერთი. რამდენში იქნება? თქვი ახლა. მონო თქვი, მონო. მონო კი არა, ვაფშე თქვი რა, მონო არ გაინტერესებს. მონო. რომელი ბოლო? მონოპრივოდი. მონოპრივოდი. ვინ რა თქვა? ჯერ შემგვითხარი. მე ვთქვი 4-ზე მეტი. 4-0-ზე მეტი ყველა ვარიანტი რო იქნებოდა ეჭვი გეპარებათ? მე მონოზე არ შევთანხმებულო. ეს იყო მონოპრივოდი. ახლა მე მონოზე არ შევთანხმებულო. გაჩერდი. ეს იყო უკანასაყოფანი. ეს არის უკანასაყოფანი. არა, ეს იყო კვადრო. ეს არის უკანასაყოფანი, რა გიქნება? ეს არის უკანასაყოფანი. ეხლა რას ფიქრობ? გაივლის 4 და 4 ნახევარი. 4 ნახევარს უმიზნებდი მეც. 4 და მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ ხერო სული საბურავი უდგას, მაგრამ ჯანი არ აქვს და ასფალტიც ბიჭო არა, ვერ გაივლის. მე გეუბნები რომ 4 ნახევარ და მეჩი გაივლის. ან მე რომ ვერ მაჯობებს მანდ ორი აზრი არ არის. ოკეი, ანუ შეიძლება 4 ნახევარზე მეჩი გაივლის. კი. ბიჭო დრიფტერია მაინც მოაცურებს და გაუყვება მოცურებულზე რა. ძალიან ეფექტურია. თქვენს ახტუნავებს ეხლა ხდები ას ნიშნავს. ძალიან ჭიდებს ბიჭო. იმენა ესე და ხო, ძალიან ეფექტურია. აბა გვია. მოიცა რამდენი თქვით ჯერ? გვია. მე ვთქვი რომ 4 ნახევარი არის როვნი და დაბალი ამისია მაღალი ჩემი. ბუბუ, სუპრა ყავს. ხო. რანაირად ჩემი კაი. რამდენია? 4.42. არა, რა გინდა 4 სრულიად მისაღები და ხო რა. აგ თოკოს სუპრამას მაგ დროში არა, მაგრამ ამას რო თქმა ამან და ვეღარ თქვია მე რა. კაი, მეგონი ამ ჩელენჯში სუპრამ არა, ამ ჩელენჯში შენ გაიმარჯვე. ამ ჩელენჯში მე გავიმარჯვე რომ თქვენ დადოთ პოსტები, მაგრამ საბოლოო ჯამში M4-ის მონოპრივოდმა გაიმარჯვე. ხო, იმიტომ რომ ხო, კარგად დაიწყო. ყველა თახტებით ხარაზე. ეს ერთი ქულა, სხვათა შორის. ამ მანქანებიდან ერთ-ერთის ჩამოყვანა თუ მოგინდათ, ZL1 M4-იან Supra შეგიძლიათ ხო აუტო იმპორტს მიმართოთ და კორეიდანაც არის კონტი რო გამოიწეროთ ავტომობილები და ამერიკიდანაც, ასე რომ ძალიანად შეგიძლიათ გადახედოთ სიას უზარმაზარ ბაზარს, როგორც კოპარზე, ასევე კორეულ სხვადასხვა საიტებზე, კორეული საიტები თუ არის შეგიძლიათ მიმართოთ და მოგწერენ ყველაფერს. ან თვითონ უბრალოდ დაავალოთ რომ ამირჩი ესა და ეს მანქანაო და უკვე მაგის მიხედვით ჩამოიყვანთ ერთ-ერთ ამთაგას. ან M3 შეგვიძლია არჩიო კიდე, M3 ჯობია ეს. როდესაც საქართველოში ცხოვრობ, ძალიან მნიშვნელოვანია თუ შენი ავტომობილის საბარგულზე როგორი სუფრა იშლება, იმიტომ რომ რა დროს დაგჭირდება კაციშვილმა არ იცის. ამიტომ ჩვენი შემდეგი ჩელენჯი იყო 20 ლარად უნდა ვიყიდოთ რამე პროდუქტი, საჭმელს გულისხმობ რა და უნდა გავშალოთ საბარგულზე და უნდა შევადაროთ ვის უფრო კარგი სუფრა გამოუვა საბოლოო ჯამში. პური უეჭველი უნდა იყოს, მაგრამ დაჭრილი მირჩევნია. ამანაც დოშირაკი რო დაიტრია. უძეხვი მინდა. 3. ერთი ლარი რო გადასცე შეიძლება? არა. წესები გვაქვს იგი თუ 20 ლარამდე. ეს რომ მოძეთ აი 2 და 80-იანი. აგე, წეხ. აი. ოპა. ეგა
40 თეთრი შენ გიტოვებ რა გირიცხავ რა. ხერო ვერ დატევს ეხლა თან მაგას ბიჭო იმის ფიქრიც აქვს. დატევს თუ ვერა. მე ყველაფერს დავწერ. ინა ყველაზე მაგარი და ძლიერი ვისაც უნდა გამოვიდეს. ყველაზე სწრაფი მანქანა ვისყავს. კვადრო არა მონოპრივატზე მე. ყველაზე კომფორტული მანქანა ვისყავს. მე ყველაზე მაგრა ვინგაშალა ბაგაჟნიკზე. ერთი ეს მინდა ეს ეგძეხვი. კი. ერთია ეს ყველი. ყველი რა ღირს? არა, კაი, ყველი აღარ მინდა. ისა ვიღოთ და ეს დაგება. არა, ეს არაფერი. ხო, ეს დავდოთ ისა ვიღოთ. და ერთჯერ ჭიქები დანარჩენს. ეხლა ჯერ შენახე რა სუფრა უნდა გავშალო. ია რომ მივიდა და დაყარა ეგრე კი არ არის ვიდეო საქმე. აგა ხალხსა, ჭამა უნდა. იმისთვის რომ ხალხსა ჭამა ყველაფერი უნდა გაამზადო წესივრად. ცოტა წვენი უნდა გადაღო. პახმელიაზე თუ ხარ შეგიძლია მაიყუდო კიდევაც. ესეთი საოცარი სპოილერი აქვს. შეხედე? სპეციალურად არის მაღაზი გათხრა. ნახე, ისეთი საჭმელები უნდა იყიდო, თავის ბაგაჟნიკზე ელაგოთ და შეთან მოდიოდნენ საჭმელად. სუგო. ეხა. ყურძენს წურავ? ჰა? ყურძენს წურავ? ისი პრობლემა რა ისი? სასმელი არ აქვს. საჭმელი დამოუწყდა. სასმელი არ აქვს, საჭმელი არ აქვს. ანუ ეს რა არის? აი ეს რა დაყარია? ზატო მაიონეზი აქვს და პური. არა. დოშირაკი და გაინაბლა. რა მაგრა შეუხავა და ჯერ ეგეთი რომ დოშირაკი ძალიან გემრიელი არის, უარ მოხარშო ისედაც. აი ამას პირდაპირ მოასხავ და გემრიელია. ოკეი. მერე თბილი რომ მოგინდება. ოკეი. მაფინები გვაქვს? ოკეი. ეს შეგიძლია თუ რაღაც არ გემწარება დაამატოთ. ხათაშორის, ეს შეგიძლია გამოიყენო აურიო მაიონეზს და პურზე გადაუსვა და ძალიან გემრიელი და ბავშვობაში მაგით მაქვს ახევრი ცხოვრება გატარებული. თუ თევზი გინდა, თევზი. კილკა აწერია კი, მაგრამ მე მაინც არ გავრისკავ და ზაფხული არ არის. მიფაკ პროექტებზია. აქ იყო საბჭოთა კავშირის ჯარის ბაზა და რას მოწეს. ეხლა წამოდი ნამდვილი სუფრა განახოთ უგნებოს როგორია რა. წამორზანდი. აგერ თქვენთვის კოკაკოლა მოგვს დასხმობით უგნებოთ, ვენესუელე. შეგიძლიათ პური აიღოთ, გამზადებულია, ყველას მიაყოლოთ. ჯავეკიტრი. კი, ორსართულიანი სუფრა არის გაშლილი, გამზადებული. მე შეგიძლიათ დესერტიც ცოტა დააყოლოთ. და დესერტი ისე ძალიან ბევრი გვაქვს. თან საკმაოდ ღირებული დესერტი მაქვს შეძენილი მე და ანუ საკმაოდ გემრიელი. კიდევ ერთხელ გამეორდები, ისე უნდა შლიდეს სუფრას, საკუთარ საბარგულზე სუფრა ქონდეთ გაშლილი და შეთადადიოდნენ საჭმელად რა. წამო ჩემსაც შეხედე და შეაფასე, მოდი. იმენა აი პროფილაქტიკის სუფრამა გაშლილი ძმაო, ნახე. ბევრი პური. რო კეჩუპი გადაუსვა და ჭამო. შავი პურიც მოგიტანე შენ რო დიეტაზე ხარ, თეთრი. ჩვენ? ესეც გვაქვს უმათ, თუ მირთვი, შენ მირთვი. ბიჭო, ნუ ანუ ეგეთი გაჭირვება არის, რომ ეგ უმათ გვეჭამა რა. ამიტომ გვაქვს ალტერნატივა. ორი პაჭკა კაბასია. იმიტომ რომ ბევრი პურია რა. მართალი. ყლივს კეჩუპი ხარ? და სლატკი ბოლოში და კოკაკოლა შეგიძლია მიიღო. დალია ეს კოკაკოლა რა. დავხსნი და დავლე. ჭიქა იმით თუ არა. არა, დალია. ბიჭო, უბრალოდ ჩემი აზრით ძალიან საძმო სუფრა არის ეს. ხო, აი ეს არის მე პროფილაქტიკაში სუფრა შევხობი, აი ეს კოკაკოლა ხელში რო გადადის ხოლმე ეგრე. იცი რა? გამარჯობა. ნახე, ჩვენ ერთმანეთს ვეჯიბრებით სუფრების გაშლაში მანქანაზე რა. ერთი იმას შემიხედე, მერე ამას შეხედე და ამას შეხედე და შენი აზრი გითხარი. კაი, ეს ხო დაიმახსოვრე. ეხა იქაც შეხედე, იქ პარკი ეფარება, მაგიტო ვერ დაინახე შენ კარგად. აბა ეს რა სუფრა ერთი კი. რა სუფრა ბიჭო, ნახე რა თევზი არის ფორმე გადავები შენ. კეჩუპი, რავი, რაც გინდა. დილი პახმელიაზე მიირთმე. ეს გალინო ბლანკა და ეს რა. ეხა ხო, ნახე ყველა. ახლა ეს ყველაზე უკეთესია ჩემთვის რა. ბიჭო, ამბო. ეხლა ნახე, ოღონდ ზოც ვერ დალევ რა. ჭიქები არ მიყიდია რა. მაგრამ და ის რა ქვია, რა ქვია, კონიაკი ან არაყი. მეც მან დავარო აკლია. ეგად. ბუბუ მოგვირო. მადლობა, ძალიან დიდი. აი ხარე. მე მოიცა, მე მინდა შენ ერთ-ერთ სუფრა არჩიო და გაგატანთ. ისე უბრალოდ სამახსოვრო, სიმბოლურად. მითხარი.
უხერხული არ. არა რა უხერხულია, კეთილი საქმეები გავაკეთე. გუგუსუფრა ჩაალაგე პარკში. დავაი. გვინდა რომ რაღაცა ჩქარი გაიკეთოთ და. რო გაგატანო, ხო არ მიწენ? ეს სუფრა რო გაგატანო, ხო არ მიწენ? ой, აქ არ არის, რატო გიწყენა? ფოტოსეო ეგარი. მე ორივე ამ სუფრას განამარტო მე შევჭამ. მე всё გადაწყდა. всё, ეგარი. მოგვარებულია ეს საკითხი. თელავამდე სულ ცოტა იყო დარჩენილი, მაგრამ ძმაკაცის მანქანამ სასტავ, მე მგონი საწვავში რაღაცეები გვერხევა. დაო მაგდენი დაწვა. შეიძლება გაზდის და არ ვიცით. რამში გაზდის. ორი ცილინდრი როაკის აპარებს ის ორი ცილინდრი. ბიჭო, არ მოწონს უცნაურად იქცევა. აგეთი აღმართია დიდი რა იმედია გადაგორდება შენი მანქანა და მე დაღმართია. მედია. всё, აქედან დაღმართია. და მოგესალმებით თელავში. ოპა, გადმოვედი. ვარა სამაყოთ არ არის საქმე. 200 მეტრშია კალონკა. სასტავ, ჩაქვრა. ვარა და რა არის დარჩენილი ჩემ. ჯერ მივგორავ. ოპა. შო გავჩერდი. სასტავ, ბედის ირონია არ გინდა? კალონკის გადასწრები რომ მანქანა ჩაგიქვრება? თან წეგან ისეთი მოძრაობა იყო, პირდაპირ იქ ვერ შევიდოდი. ამიტომ წინასწარ ბოდრის გიხდით, ეხლა რა თქვენ მოგიწევთ. მე ზოროსავით ვერ ვიქნები და ამიტომ მანქანაში უნდა ვიждდე და თქვენ უნდა მოაწვეთ. Cara, სანამ სტრეჩი დაუყვა. ჩქარა. ვასტრებთ. ვაიმე გაგვიტაზე. მიდი მაღალი. ნუ ატორმუზე ბიჭო სტოპებს ათებს. აუ, ვარ გადა. მაგრა დამძიმდა. კაკი საითა. ო, გაკრა, всё, ეგ არის მიწდება. მოკლედ, ბიჭებო, რაღაცეები მე ვფიქრობ, რომ შევაჯამოთ. E4 მგონი წინ არის. რა შეჯამებს მომხრე. ეო, რაღაცაში აშკარად ლიდერობს რა და თან სამართლიანად ლიდერობს. ხო. ერთი რაზე არ გულაპარაკია, იცი რომ გომბორზე ხო ვიარეთ ხა მიხეილ მოხელ შედარებით თავისუფალ ტრასაზე რა, სადაც ცოტა დავადგით. მოვადგით რა. აი, მანევრზე რა სიტყვით. ძალიან კარგი იყო, სხვა შორის, ანუ ის განცდა არ მქონია, რომ ან სადღაცას ვერ მოუხვიე, ან სადღაცას ტლანქა წამოვიდა. კარგი შეკრული მოსპორტული ავტომობილი როგორც უნდა მოყვებოდეს, აი ესე მოდიოდა რა. მიუხედავად თავის გაბარიტებისა. მიუხედავად თავის გაბარიტებისა, წონაც მე მგონი ცოტა არ აქვს, როგორც ვიცი. აი, 0-დან 10-მდე როგორ შეაფასებთ? ნახე, ყველაზე სწორი მან შეფასება იქნება, კიდე წამოვიდოდი თუ არა მანქანით მაგ გზაზე რა. და თამამად ვიტყვი, რომ დიდი სიამოვნებით, ანუ აი ხვალე საქმე მქონდეს თელავში და ეგ მანქანა და რაღაც სხვა მანქანა მქონდეს არჩევანი 90% მაგ მანქანაზე გავაკეთებ არჩევანს და წამოვიდა. მექანიკაა და მაინც მაგ მანქანას გამოხვალ იდეალური შეფასება. ეგ ადგილებში მექანიკა მაგრადას. ხო, ანუ აქ მაგრად გამეცოდა. აი, საცობები არის მომენტები ისინი აი ნახე ჯანი რო იგრძნობა და გვერდზე რომ მიდის მანქანა, განა ის რომ დრიფტშიგები და რაღაც აი აჩქარების მომენტში რომ ცოტა კონტრა რო უნდა ოდნავ რო რამენია წახვიდე რა, ხო, აი ცოტა რო გაშინებს რომ აი მოკკლავე ხა. აი მოწყდე რა, იმაგას რო გეუბნება, ეგ ასწორებს ეგ ეფექტი, ან ძალიან მოგამისწორდა მე რა. სპორტულ მანქანებზე რასაც ვართ მიჩვევი რომ რაღაცები თუ ის გიბურღავს, არაფერი არ გულავს ვაფშე ის რა, ყველაფერი ჩუმად არის, ყველაფერი ნორმალურად არის. ქულა ალბათ 900 დაუწერთ. რა დაგაკლა? კარო 9. ანუ დაკლებით როგორც ასეთი არაფერი არ დამაკლა, თუმცა ნახე არჩევანი რომ ედგეს დღეს და მაინც რამე მექანიკა მანქანით პერივალზე რომ მოვდიოდი, ანუ
და ეგეთი არჩევანის წინაშე ვიდრე. ალბათ უფრო G80 მექანიკით წამოვა, უფრო მეტი სიამოვნებით ვიდრე კამარით. გეთანხმები აბსოლუტურად. ანუ ეგ არის და ეგ მეტი არაფერი. ამანქანას კი არაფერს უწუნებ, უბრალოდ ის უფრო მომწონს და ის უფრო ჩემია რა. ეგ არის და მეტი არაფერი. კაი, შეიძლება მოთხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ძის ბანკა 6 ცილინდრიანი და 3 litrიანი მაინც. ძალიან ისე გამომდის ახლა. არა, და რაღაცა, მაგრამ მართლა ყველაფერი აქვს რა. მანევრი აქვს. როგორი მანევრიც გინდა იქნება, 3 რეჟიმი აქვს, მე დარბილებული დავდივოდი და ანუ ნახეთ ან რა არის არც M4 მათ შორის არც Supra შეგი ცოტა არ მომწონს მაგის ბადოს კამარა, არც Supra და არც ეს კამარო უხეში მანქანები არ არის რა. ანუ ის არ არის რომ აი ხერხემალი მეტკინა და როგორ ჩამოვიდი და მე მიკვირს M4-ის ეგ მიკვირს ყველაზე მეტად რომ ჩემთვის კარგად არ დაბალანსებული. ჩემთვის ეგ მინუსია რომ აგრესიული არ არის პირიქით. ჩემთვის ძალიან კაი. ეცა აგრესია რაში გინდა? ძრაუზის ხრი ვიძახით თუ პადვესკის ხრი? პადვესკა საჭე უგრუბდება, პადვესკას უგრუბდება, მაგრამ ისეთი გული მაინც არ არის ხო რა? აი F80-თან შედარებით. ყოველდღიურ ცხოვრებაში? არა, ყოველდღიურ ცხოვრებაში 10-დან 10-ია. ალბათ რეგზე? ბიჭო, აი დრიფტი ცოტა სპორტული განხრითი ძაფი, თორე ყოველდღიურ მანქანად, აი ერთ-ერთი საუკეთესო მანქანაა. Вообще საცობებში ან სადმე გადახურების პრობლემები აქვს? არა, გაგრილების რაღაც ამბავს. შეიძლება ხა სტოკი პადვესკი თაიმატაკი ვერ მოიგო, მაგრამ იმსეთ დადის მანქანა ყველა არ გეშინია მანქანა. რეჟიმები აქვს ბევრი. ამბულატორების რეჟიმები. ტორმუზის დარბილება დაგრუბების ფუნქციაც აქვს. ხო, შესაძლოა ეკნება G88-ს. რეისი აქვს, შულს რო დარტყმევინებს და შემოვლები ქალაქში რო იმოცრავ რა და აი მაგ ყველაფერი ოფციის მერე 10-დან 10-ია იქ მანქანა რა. კი, ანუ გომბოლისთვის ხო საკმარისია. იდეალურია, დაკიდების სისტემა იდეალურია, ანუ მაჩქარებაზე არ არის არ ვამბობ. მუხრუჭი იდეალურია. რავზე იდეალურია, მუხრუჭი ტორმუზით იდეალურად ატორმუზებს, უბრალოდ თვალში არ მომდის უკანა ტორმუზები, ძველი ერთი ის რო უდგას და ეგ არის რა. ესე იგი 10-დან 10-დან. მე კიდე ვიტყოდი რომ ნახე იმ პირობებში, სადაც ჩვენ გამოვიარეთ რა. Supra-ს შემთხვევაში, აი ოდნავ დანგრეული გზა რო ყოფილიყო, მივიწუწუნებდი რაღაცეებზე, რომ აი ძალიან გაჩერება მიწევს და ფრთხილად უნდა რაღაცებს მოუთხილდე და ნუ პრინციპში სამივე მანქანაზე უნდა მოუთხილდე, ხა ტრაქტორი არც ერთი არ არის რა. და Supra-ს კიდე ძალიან რა მომწონს, იცი რომ ძალიან მცირე გადატრიალებაზე კაკრას შენ რადგან Supra-სთან ძალიან ძმაკაცობ, იმდენ Supra ყავს ისედაც ძალიან მცირე საჭის გადატრიალებაზე ეგრევე ირხევა მანქანა, სხვაგან მიდის ეგრევე რა და ძალიან გზნო ყველაფერი ძალიან გზნობია რა. მე ვფიქრობ პატრაშკების ბაზის ბრალია, ეგ ძალიან მოკლე ბაზაა. ეგაც არის და მე მგონი ხაჯარიას ველაპარაკებოდი, მე არ მაქვს შემოწმებული, მაგრამ ზრავშიგნით არის. რეიშიო რა, კოეფიციენტი საჭის მოხმობის და საბურავების ხო, საჭის გადაცემას რულის თუ როგორც არის რა, ძალა როგორ გადაეცემა საჭის მოხმობა და საბურავებს რა აქვთ მაღალი, ანუ მცირე გადაწევაზე ძალიან უხვევ საბურავი და შენ რომ მანევრში ხარ რა, როგორც კი უხვევ, ეგრევე მოყვე, კარტინგი ვითხოვ. ხო, მაგას ქვია, შენ რო ფიქრობ, ის უკვე აკეთებს რა. ესე ეძახიან მაგას და ძალიან მაგარია. ჩემთვის არის აი როგორი იცი, აი მაგრად მაბედნიერებს რა. კარგად გზნობ მანქანას რა. ძალიან კარგად გზნობ. Supra-ს აქვს ერთი, არ ვიცი, სხვადასხვა M4-ს მაინტერესებს ერთი ნახე რა მომწონს ძალიან რა. აკუმულატორზე. აი დრიფტ კარებზე და ეგეთ მანქანებზე რა ტრეკზე რო დავდივართ ხოლმე Supra-თი გადავიღეთ დაბლით SF-ში დავდიოდი გადაბმულად ვიარე იმენა ვადუღებ ყველა მოსახოვში დავდიოდი იმენა რა და დრიფტით გეუნები მაღალი აბაროტით და რაღაც გადახურების პრობლემა საერთოდ არ არის მაგას ხა დარწმუნებულიო რომ პაკელო მისხია ეხა ზეთი და ეგაც უწყობს ხელს იმიტომ რომ იტალიური ზეთია გათვლილია მაგაზეთან 1060 მისხია არა 1060 არა ბოდიში რაც უწერია ეგ აღარ მახსოვს რომელი უწერია 0 უწერია 530 და 540 მე მგონი 540 ეგ არის ის რა ქვია ოფიციალურად მაგრამ მეთქი ოდნავსკელი ხო არის 5 და რაღაც რა და ოდნავსკელი ხო იმიტომ რომ ოდნავსკელი ცვას ხო მოტივით რომ ზაფხულში გადავიღეთ ზაფხულში გადავიღეთ და დიდ ტემპერატურებზე მაინც გათვლილია რა Supra-ის მინუს გეტყვი კი ეგ მაინტერესებს ახე სიდენიას ვერ ირგებ
შეიძლება მოვიტანე. შეხარ მაღალი. შეიძლება შენივიგებ, მაგრამ ნახე იდეალურებზე ვარ. ბათუმში წადი და ნახავ როგორი დიალურადაც ზიხარ. სიდენიას დაბლა დაწევ და ზრუგს ვეღარ წევ. მე სიდენიას წინ მიწევ ზრუგს ვეღარ წევ. სიგრძის პრობლემა. ხო, просто შენტაზი არ არის. ხო, ანუ დუგის მოხსნა მიწევს მაშინ რომ დუგა მოხსნა რომ ოდნავ გადავწიო სიდენია. მართლა იდეალურებზე ვარ სუპრაში. მაგ მინუს მე ვერ დავუწევ. ეგ იმენა ის არის. გაბარიტების თემა არის, ვინ როგორი რა. დომიდაჟი 140 კილო გავი მაშინ ვждებოდი პრობლემა. არა, ბიჭო, ვერ გზელგზაზე ვერ მოიგებ. მოკლედ, მე მინდა ეხა საბოლოო ჯამში ხარ. გზელგზაზე არ მივიდი. ეგოისტურად არ ვაფასებ რა. ქალაქიდან თუ გადიხარ სუპრით და თუ კარგი ტრასაა 10-დან 10. იმიტომ რომ იდეალურად აკეთებს ყველაფერს. სულ 10-დან რო იყოს 10-დან 10 იცი რა ხდის? აი ხალხი რო ხდება და ყველა რო გიყურებს. აი ყველა გიყურებს. მე მინდა ეხა კაი იდეა მომივიდა, ნახე. ამ ყველაფრით კი არ დავასრულოთ ეს. მოდი ნახოთ ბუნებრივად ხალხის რეაქციები. აი ესე ჩოლობრივ განვლილები გავაჩეროთ და უბრალოდ ვათქმევინოთ რომელი მანქანა ჯობია ეხა. ისეთი ადამიანებიც იქნებიან აქ ეხა ვინც იცის რა მანქანები და ისეთის ვინც არ იცის მანქანები. რაური კალბა რადგან ჰოლიდეიში ვარ, პირველად გეპატიჟებით მე ბიტკოინით. მოკლედ, კრიპტოს გამოყენებით უნდა გადავიხადოთ ჩვენ ეხა ეს ყავები და სხვათა შორის კოინმანიათი ვაკეთებთ მაწოდებს. ეს არის რა ქვია, პლასტიკურ ბარათს გაძლევენ თავის საფულეზე და NFC-ით. ეხა რო მოვითხოვ ანგარიშს, QR კოდის მომიტანე, მაგას ვასკანერებ, საიტზე თვითონ გადადის და შენ თუ გაქვს ანგარიშზე თანხა კოინმანიაზე თუ გაქვს. ამ შემთხვევაში მე ბიტკოინი მაქვს ნაყიდი რა. ბიტკოინის გადავიხადე. რამდენი ბიტკოინი გაქვს თმა? 42. 0.00. ბიჭო, რა მაინტერესებს? ანუ მაგით პირდაპირ შეგვიძლია გადავიხადოთ. ინდივიდუალური QR-ი მოაქვთ კონკრეტულად ამ ჩეკის სისტემა როგორ არის აწყობილი? აი, მაინტერესებს ტექნიკურად როგორ არის? მე მაქვს ავტორიზაცია გავლილი ახლა. ხო, რა თქმა უნდა. იქ ალბათ მარტო თანხა მოდის და სისტემა ავტორიზაციას რო ხედავ რომ შენ ხარ რა, მე უკვე ეს ორი ამბავი ერთმანეთში კავშირდება. ხო და ნახე, ეს არის რა ქვია, ორი რამე არა რომ QR-ს რომ მოგვიტანენ ახლა ჩვენ, აი მანდ გაირგვა QR-ში ჩადებული თანხა არის თუ არა ჩადებული, თანხა ხელით უნდა შეიყვანო თუ ჩადებულია QR-ში რა. მოდი გადავიხადოთ. გაირგვა ახლა. მე მგონი QR კოდი გვინდა ჩვენ როგორც ეხლა აქ შეგიძლიათ დასწრაფო. სურათი გადავიდა კამერა. აგი ესე. კი. აქ პირდაპირ გამოჩინა ჩემი ბალანსი. всё. SMS კოდ შეიყვანს ახლა და გადახდილი. პროდუქტის ღირებულება. კი, პირდაპირ ღირებულებით იმას. всё, ეხა SMS კოდი შემოვიდა. SMS კოდი დაადასტურე და მორჩი რა. საერთოდ გავიდეთ. სწორად და მარტივად აქვს დაწყობილი. ეგ არის. всё, ეგ არის. всё, გადახდილი. ძალიან დიდი მადლობა. დაფიქსირდა მანდაც? კი, აქაც დაფიქსირე. Dankeschön. Konfet. მადლობა. კი მართალია ყველა ჩელენჯი გავიარეთ, გავტესტეთ ავტომობილების, შევაფასეთ სხვადასხვა მხრიდან, მაგრამ მაინც ვიფიქრეთ, რომ რაღაც უაკლდებოდა. ეს იყო ხალხის აზრი. საბოლოო ჯამში ეხა გვინდა რომ გადავწყვიტოთ რა, აი ჩაოლებრივი არა ავტომოყვარული, ან ავტომოყვარული ტიპი, ვინც გაივლის ბიჭი, გოგო არ აქვს მნიშვნელობა, მისი გადმოსახედიდან რომელი მანქანა იქნება, უპირატეს ან ყველაზე კარგი ვიზუალით რომელი მანქანა იქნება. ჩვენ ხედავთ ძალიან ბევრი ადამიანი დადის ეხა თელავის ცენტრში, ხოდა თან ჩვენ საშუალო სტატისტიკურით გვინდოდა აღება, მაგრამ როგორც ვიხდი საშუალო არა, კონკრეტული სტატისტიკურით ამოვიღეთ. სტატისტიკურს ვერ აიღებ, ვერც საშუალოს ვერ სტატისტიკურს, ერთ კაც კითხავ ხერხს. სტატას ავიღებთ მარტო. აი პირველი მეც მოდი ეგ გადაწყოთ ჩვენ ბეცაც. გამარჯობა. მოდი ერთი წა. ერთი კითხვა გვაქვს შენთან რა. მანქანები გიყვარს? ძალიან კარგი. აი ამ სამი მანქანა რომელი ჯობია? ოღონ ერთ-ერთი აირჩია. შუალა. გასაგებია. ეგ არის სხვა. ერთი BMW-ს ერთი ქულა აქვს. კარგი. ნამუსია. საქართველოს აი BMW და მე ვკითხავ სამივეს. დავაი. ხერო სამივეს თუ მოიგებ შეიძლება სამი მანქანა რომელი გირჩევ? აი შუა. მე დაგაცარი. არა, შენ გასწრებაზე არ არის, კაცო, ორივემ შეგიძლია, ჩუ აირჩიოთ, არ არის პრობლემა. ბაზარია. ორი ხმა შეთა წამოვიდა. ჩემი კაცი. შენ ძმაო.
რომელი გიჩნია? კაკოე უჩება. წავედით სახში მოვასწრე. ყველაფერი ამარ მოიგო დღეს. ხუთით მადლობა ბიჭებო ძალიან. უმესილად. მათამდე ვიყოთ. კაროჩე, საქართველოს არის რა რამდენი BMW-ს ქვეყანა რა. აი, უეჭველი ედებოდიან ზვაო, მაგრამ ხუთს არ ვიცი როგორ დამიქაჩავთ. სალამი ბიჭებო. კითხვა გვაქვს რა უბრალოდ, ნახე, რომელი მანქანა გირჩევნიათ? რა თქმა უნდა ეს. შუა. ყველას? ჩემი კაცო, ეგ არის. BMW იგებს მაო საქართველოში. ფაქტის სახეზეა. ძალიან დიდი მადლობა. კი, როგორ არის? 10-ით ნორია. თამაში გაყიდულია, მე მემაბრალე ცხერო ცნობს უყელა რა და მაინც შემაგანას ვიჩევენ. მოკლედ, საბოლოო ჯამში გავარკვიეთ, რომ BMW-ს მომრევი. არავინ არ არის. არც YouTube-ი გიშველი ძმაო, არ ჩაწყობა არც ფერიოში. არაფერი არ გიშველი. ერთი Mercedes თუ წამოვიყავ და ცოტა შეიძლება თანაბარი ჯახი იყოს. BMW მაინც მოიგებს. მაგ ჩელენჯსაც ჩავატარებდი. არ არის ცუდი. დაჟე როგორ შეიძლება, იცი, ერთი BMW და ორი Mercedes. სხვადასხვა მოდელები. ორი ზერსკი სხვადასხვა მოდელი Mercedes და ერთი BMW. ერთადერთი შასი რა აქვს, იცი? და აი GTS-ი რო დააყენო. მაგ ყავს ზუსტად მეც. და GT63 ან რაღაც რო დააყენო რა. ხო, ცოტა ესეთი ბრუტალური Mercedes-ი რო დააყენო და რამ 36 BMW რო დააყენო. აი ბაზარი რა აურია ბოლოში. BMW საუკეთესო მოდელი წამოიღე, Mercedes საუკეთესო, ნახოთ რა მოხდება. აზრი არა. მოკლედ მეგობრებო, აქამდე ვინც უყურეთ, შეგიძლიათ არხი გამოიწერეთ თუ არ გაქვთ გამოწერილი და ჩემი და იმის. ძმაკაც თავისი არხი აქვს, ბუბუს თავისი არხი აქვს, ბუბუ ახალი დამწყებია და შეგიძლიათ წაიხმაროთ და ძმაკაც კიდე ინერცია თოდა დაიკარგა და ძმაკაცს არ აწყენდა სხვათა შორის. კარგად დავგო რაღაც არის. არა მაინც რაც გახდი აღარ დაგორა. რაც გახდი ავდივარ გომბორის პავაროტებს და იქნება ვასკდები სადმე და მაგარი სანახაობა იყოს. არა ცუდი ვარ. მოდი მაინც მე ერთ მეგობრს შევას მოგცემ YouTube-თვის თავს მოიკლავ. არ არის აუცილებელი. მახელა გვიობა და ლავული რა ერთი ავლა ავი. ერთი ავლა კიდე შეიძლება. ეგ არის. წავედი თბილისში.